კარგით, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდად ასე ვთქვათ, გადაგრილთ ამ ინფორმაციებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ნებისმიერი დებულება, ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც ეკლესია იღებს საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით, ექვემდებარება გადახედვას და მყისიერ შეცვლას თუ ამაზე ეკლესიის სისავსე შეთანხმდება, ანუ მამათა ერთობა, ამას თავის ტერმინი აქვს, კონსენსუს პატრონ, ლათინურად. თუ ეკლესიის წარმომადგენლობითი სტრუქტურების შეთანხმებიანი რაიმე ადმინისტრაციული ცვლილებების ირგვლივ, მაშინ ეს ცვლილება უნდა მოხდეს. ანუ შესაბამისად ამ დებულების შეცვლა ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია. ეს მართლაც არ არის საიმე დოგმატური სახის ასე ვთქვათ ნაწილი, იქ მხოლოდ გაწერილია გარკვეული ტიპის საორგანიზაციო საკითხები. ეხლა უნდა ითქვას, რომ როდესაც ეს დებულება იქნებოდა, მაშინ საქართველოს ეკლესია იმყოფებოდა განვითარების საინტერესო ეტაპზე. ეს იყო ასე ვთქვათ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წლები და მოლოდინი იყო საქართველოს ეკლესია შეინარჩუნებდა ღიაობის ასე ვთქვათ კურსს და აიღებდა ორიენტირს სწავლა-განათლებაზე. და შესაბამისად წინ სწრაფად ჩაიწერა იქ და აი ესეთი მოლოდინი იყო და ეს მოლოდინი ჰქონდათ უპირველეს ყოვლისა იმ ჯგუფს, რომელიც მუშაობდა აი ამ მართვა-გამგეობის დებულებაზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მაშინ გახლავთ ვასილ კობახიძე. თავად ძალიან ერუდირებული და განათლებული ადამიანი. მაგრამ ესე არ მოხდა სამწუხაროდ. საქართველოს ეკლესიამ 96, 17, 18 წლებში შეცვალა საკუთარი პოზიციები, ანუ გასახანი მიეცა იზოლაციას და თეოლოგიური განათლება გადავიდა სრულიად მეორე თუ მეათე ხარისხოვან საკითხად. უფრო მეტად გეტყვით, მე სტატიაც დავწერე ამაზე თავის დროზე, საქართველოში ხელისუფლების შესვლის შემდეგ, ეს არის 2013 წელი, ერთ-ერთი პირველი რაც გაკეთდა, ის გახდათ, რომ ოფიციალურად საკანონმდებლო დონეზე თეოლოგიური განათლება გაუქმდა და ჩანაცვლდა იგი თეოლოგიური ხარისხების სიტყვიერად მინიჭების ფორმა. ეს დიდი თემაა, ამაზე არ შეგაწყენ, თუ ვინმეს დაინტერესებს, შეუძლია ნახოს ჩემი სტატია თეოლოგიის სასასწრული საქართველოში. ბატონო მირიან, კი ბატონო, კანდიდატების კონტექსტში საუბრობთ, ხო, ცხადია, ხო, ორი მეუფის განმარტება ვნახეთ ჩვენ, აი მეუფე ზენონი, რომელიც ამბობს, რომ კანონიკური სამართალი ასაკითკი არ ზღუდავს უნარი და მეუფე ვახტანგი, რომელიც ამბობს, რომ თეოლოგიური განათლება უნდა კონდეს საპატრიარქო კანდიდატს. ანუ ეხლა როგორი რაღაცა წარმოვიდგინეთ, მე გეტყვით პატრიარქი ხომ მარტო არ არის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე პიროვნება, ხო? მას ხომ მოუწევს დელეგაციების მიღება, წამოსვლა თავად სადღაც ევროპაში, აქეთ-იქით. საქართველოს დელეგაციები, როდესაც ევროპაში მოვიდოდა, სულ ყოველთვის აინტერესებდა და ჩვენ ხშირად გვისმევდნენ შეკითხვებს აქაური კოლეგები, რომ მართლა არ აქვთ, ანუ მართალია თუ არა, რომ საქართველოს იერარქებს არ აქვთ თეოლოგიური განათლება. ანუ ჩვენ სულ სხვა სისტემაზე ვართ და განათლება იქ არ იყო ფასეული არც აქამდე. უბრალოდ ეს ჩანაწერი არსებობს იგივე. ამ ორი ჩანაწერის, ასე ვთქვათ, ამოქმედება უპირატესობას აძლევს მეუფეშივეს, რადგან ასაკით არ არის გადაცილებული ზღვარს და მას გააჩნია თეოლოგიური განათლება, თუნდაც ფორმალურად. თუ ეს ორი მოთხოვნა მოიხსნება, მაშინ საპატრიარქო კანდიდატად შეიძლება ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი წევრი სინოდისა დასახელდეს. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტულად შეეხება მეუფე ისაიას, რომელიც ირგვლივაც არის ასე ვთქვათ მოთქმა და ასევე ერთ-ერთ საკმაოდ ასე ვთქვათ ცოტა მივიწყებულ კანდიდატს და საკმაოდ საინტერესო პიროვნებას, ეს არის მეუფე აბრაამ გარმელია. ეს არის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი. ესე იგი, ის მეუფე ისაია თეოლოგიური ცენზის გამო ვერ ჯდება ამ კრიტერიუმებში, ხოლო მეუფე აბრაამი ვერ ჯდება ასაკის გამო. თუ ამ ორივეს მოხსნიან, მაშინ ასე ვთქვათ საპატრიარქოს არჩევნები იქნება ღია ყველა კანდიდატისთვის. ანუ მირიან, აი თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ, თქვათ, შეიძლება ვთქვათ პირიქით მოხდეს, ანუ მე მოლოდინი მაქვს, რომ ცენტრი და აი გაფართოვდეს კრიტერიუმი თუ შეიზღუდოს, აი შეიძლება გადაჭრით ვთქვათ რომელიმეზე ვთქვათ აქცენტის გაკეთება, ანუ მესმის ყველაფერი არის მიტროპოლიტებზე, მათ გადაწყვეტილებაზე, ხა ეს წინასწარი საუბარი. ესეთი ისიც არ არის, ანუ თლათ ესე არ იქნება, იქნება მსჯელობა და კამათი და ამ კამათში ნებისმიერ მხარემ არგუმენტი უნდა წარმოადგინოს. კი ბატონო.
ესე იგი ცენტრი მეუფეშიო და მასთან გაერთიანებული საზოგადოება იზრუნებს ალბათ იმაზე, რომ ზედმიწევნით სიტყვით შესრულდეს ეს დებულებები და ამას თუ ეს მოხდება, მაშინ ფაქტიურად მეუფეშიო ძალიან დიდ რაოდენობას კონკურენტებისა იცილებს უკვე, თუ ეს ამას გაიტანს. ეს არის ალბათ ჩემი მოლოდინით, თან უკვე დაწერილია. თორე და მაშინ თუ დებულება შეიცვლება, მაშინ უნდა შეიცვალოს ბევრი რამ. მაგალითად, უნდა არის საკითხი შემდეგი. ჩატარდეს უნდა თუ არა გაფართოებული კრება. ან რას ნიშნავს ეს გაფართოებული კრება? იქ არის გაწერილი, მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს? იქ ყოველ მონასტერს აქვს უფლება წარმოაგზავნოს ორ-ორი ასე ვთქვათ, წარმომადგენელი ერის კაცებსაც. ანუ ძალიან დიდ რაოდენობაზე ადამიანების საუბარი და სად უნდა მოთავსდეს ეს ყველა, სად როგორ უნდა გაიმართოს, ანუ ამას უნდა იყოს რჩევება. თუ დებულებას შეცვლიან, ალბათ ესენი მოხსნენ ყველა ამ პუნქტს, მათ შორის გაფართოებულ კრებასაც და პირდაპირ წავა სინოდის მხრიდან არჩევნების თემატიკა. ანუ პირდაპირ სინოდი აირჩევს პატრიარქს. დიახ, მირიან და ბოლოს დაგისვამთ კითხვას, აი რა თემები არის ახლა საყურადღებო? აი თქვენი თქვა დასკვნა რა არის ამ პროცესიდან გამომდინარე? აი მაგალითად ჩარევაზე აი ამ პროცესს გულისხმობ, ანუ ვიდრე მივა, აი სამი კანდიდატის გამორჩევამდე პროცესი, აი იგივე ჩარევის საკითხიც ხო ჩვენ ნახეთ. ანუ მე გეტყვით ახლა ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ეს წარმოუდგენელიაო, აი რა კრიტერიუმების თემა, გარეგანცხადებები, აი რა დასკვნა შეიძლება თქვა გააკეთოს მოქალაქე. ჩარევა დღეს აღარ ხდება ისე როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, ანუ ახლა ბატონი ვაშაკმაძე არის საქართველოში ესეთი ადამიანი, რელიგიის სააკეთოს წუნებულია თუ რაღაც. მაგრამ მას ძალაუფლება რეალური არ აქვს, ხო? ადრე ხდებოდა სხვაგვარად, ადრე მოსკოვიდან რელიგიის საქმეთა რწმუნებული რეკავდა და მისი სიტყვა იყო კანონი, მორჩა. ეხლა დღეს ასეთი ტიპის ჩარევები არ არის, მაგრამ არსებობს ინტერესის ჯგუფები, არსებობს საზოგადოების ინტერესი და სიმპათია, არსებობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესი, რომელსაც არც მალავენ, აქ ასე ვთქვათ, თავიანთ დელეგაციაში მათ პოლიტიკური წარმომადგენელი ჩასვეს, ხო? გუშინწინ რაღაც გამოაქვეყნეს. მეზობლის განმარტება არსებობს კონსტანტინოპოლის ინტერესთან დაკავშირებით. ეხლა ამიტომ გეტყვით ერთ რაღაცას თუ და თუ გქენებათ დრო რომ კი ბატონო. მას შემდეგ რაც საქართველოს ეკლესია გადაიბირა რუსეთის ეკლესიამ და დაითანხმა რომ არ წასულიყვნენ კრეტის კრებაზე და მოეხდინათ მისი ბოიკოტი, რუსეთი არ ელოდებოდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჩვენოდ შემოbrunებას. ანუ მას მიაჩნდა რომ სოფლიო პატრიარქი საქართველოს ეკლესიაზე სამუდამოდ განაწყენდებოდა, სამუდამოდ გულს აიცრუებდა და პატრიარქის დაკრძალვაზეც რუსეთი იქნებოდა მთავარი მოთამაშე და ყურადღების ცენტრში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ამან ბევრი რამ შეცვალა. აღმოჩნდა რომ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ დასავლური მართლმადიდებლობისთვის ვართ კვლავ ფასეული და საინტერესო. ანუ ბართლომე პირველი ყველა ადამიანის დაკრძალვაზე ხომ არ დადის არა? სოფლიო პატრიარქი, ყველა პატრიარქის გარდაცვალებაზეც არ დადის, არც ყველა ეპისკოპოსის დაკრძალვაზე დადის, ხო? ანუ ეს იყო გარკვეული დიპლომატიური სულა, უფრო მეტიც მას ჰქონდა საშუალება ინფორმაციები გაეცვალა, არა μόνο ჩვენს იერარქიასთან, არამედ ისევ რუსების დელეგაციასთანაც და რუსეთიდან გამოქცეულ იერარქებთან, მათ შორის ალფეებთან. ანუ აღმოჩნდა რომ პატრიარქის დაკრძალვა დიპლომატიური თვალსაზრისით ისევ აღმოჩნდა ამ გეოპოლიტიკური ინტერესების შეხვედრის პუნქტი. ამიტომ წერს ის იქაური დაზვერვა, თუმცა მოძველებული ინფორმაცია აქვს, რადგან ამ დებულებით მეუფე აბრაამ გარმენელია უკვე ამ კრიტერიუმში არ ჯდება. დიდი მადლობა. ვეჯდება. და მეუფე გრიგოლსაც უბრალოდ გაუჭირდება. თუმცა ორივე ძალიან ანგარიშგასაწევი და საკმაოდ პრინციპული პიროვნებები არიან. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით მირიან გამრეკელაშვილი საუბრობდა